საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, როგორც მოგიხსენებათ, ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში წარმოგიდგენთ ძმებს დარბაიძეებს, რომელიც თითქმის ყველა გორლისათვის კარგად არის ნაცნობი და ცნობილი სახეები არიან ისინი ქალაქში. მათ წარმოგიდგენთ არა სცენაზე, არამედ ოჯახურ გარემოში. დანარჩენს კი მათ შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ. დათო და სოსო დარბაიძეებს ბავშვობიდან მუსიკა არ აინტერესებდა. დათო სურდა არქიტექტორი გამოსულიყო, სოსოს კი ინჟინერობა ხიბლავდა. სოსო მე-6 კლასში იყო, როდესაც სკოლაში სინჯებზე მოსმენისას დაიწუნეს კიდეც სმენა არა აქვსო. ეს ფაქტი მას დღეს ღიმილით ახსენდება. მათი მუსიკალური ნიჭის აღმოჩენა და პროფესიულ წამსად გადაქცევა 1992 წლიდან მოხდა. მათი ნიჭის ერთ-ერთი გამომამზეურებელი მიშიკო კოშკაძე ყოფილა, რომელსაც მათთვის გიტარა და დაკვრა უსწავლებია. 1993 წელს კი ეკლესიის ვაჟთა მგალობელ გუნდში აღმოჩნდნენ. შემდეგ ქალბატონ ელზა კვალიაშვილის ინიციატივით ჩააბარეს გორის სულხან-ციცაძის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. აქედან იწყება მათი მუსიკით დაინტერესება. ნიჭმა არ დააყოვნა ძმებს, საკმაო პოპულარობა და წარმატება მოუტანა მათ მიერ შექმნილმა კვარტეტმა. ისინი ამ დროს ერთდროულად 3 ანსამბლში მღეროდნენ. წარმატებით გამოდიოდნენ როგორც გორში კულტურის სასახლეში, ასევე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. მაყურებლისაგან ისინი ყოველთვის დიდ სითბოსა და სიყვარულს გრძნობდნენ. თავდაპირველად მიშიკო კოშკაძემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში. თვითონ მისი მოწაფეები ვიყავით ორივენი. შემდეგ, რა ვიცი, წარმატებულად რო იმუშავეთ, აღვიყვანა თავის ჯგუფში. წლების მანძილზე ჩვენი ტრიო გამოდიოდა ხოლმე სხვადასხვა სცენებზე. თეატრი იქნებოდა ერთ თუ სხვა კულტურული ცენტრები. და ჩავერთავთ თქვენი მუსიკალურ სასწავლებელში. კი. შემდგომ ეტაპი ის იყო, რომ ეკლესიაში დაიწყეს ვაჟთა გუნდის შეკრება რა და რომ მიცოდნენ რომ ჩვენ უკვე მუსიკალურად განვითარებულები ვიყავით. დაგვიძახეს იქ რაღაც და 3 წელიწადი ვიგალობთ ეკლესიაში. მე ქალბატონი ელზა იყო. მოდის არ მოგამორჩეს ქალბატონი ნინელი ჭონიშვილი, რომელმაც ეს მუშაობის პერიოდში აღმოაჩინა ჩვენი კლასიკური ნიჭი, კლასიკური ხმა რაღაც და შემდეგ ქალბატონ ელზა კვალიაშვილი, რომელმაც ასე ვთქვათ მიგვიტყუა მუსიკალურ ტექნიკაში ჩვენ რაღაც საოპერო ხელოვნებასთან არ ქონდა კაი წარმოდგენა რაღაც არ ვიყარდა რა ეს კლასიკური მუსიკა და მიგვიტყუა ასე ვთქვათ ტექნიკუმში რაღაცა იქ ქალბატონი ნათელა კაციტაძე იყო. გაგვსინჯეს ძალიან მოძან ჩვენი ხმები. დავიწყეთ მუშაობა, ქალბატონი ნათელა იყო ჩვენი მასწავლებელი 3 წელი გვასწავლიდა, ჩვენ მეორე კურსზე დაგვწეს ეგრე. თავიდანვე. შემდეგ კონსერვატორიაში ჩავაბარეთ. უმაღლეს სკოლებით. მოდერნიზაციის კლასში მოხვდით და 3 წელიწადი იქ დავყავით, ახლა გადავიდით სხვა პროფესორებთან. სხვებისგან განსხვავებით ვაცელქი ვიყავით ძალიან სკოლაში. ძალიან ყველაფრის თავკაცი ვიყავი ხომ ასე ვთქვათ. იქ კაპაროვა იყო თუ დამდროვა იყო თუ ჩამდროვა იყო. ყველაფერზე პირველი მე ვიყავი ხომ. მოდა მაგ სიმღერით დაინტერესებული არ ვიყავი რა. არ მაინტერესებდა უბრალოდ მე რომ მემღერა თუ ისე კი მოსმენა მიყვარდა და ახლაც მიყვარს. ჩაკეს ვიღინებდი ხომ ისე რა კლასში. გაგოთელებზეც კი ჩუმოდა ბეჯეკ მაგის გულში გავუგდივართ გარეთ რა. ასეთი რაღაცა იყო. მე 6 კლასში ვიყავი. და მაშინ იქონებოდა ქართული ხალხური სიმღერის გუნდი. მასწავლებელი იყო ზაქრო ზარიძე, ბატონი ზაქრო ზარიძე. ჩაგვიყვანეს პიონერთა ოთახში ბიჭები. და მაშინ ამოწმოს მენა. სადაც ბოროში ვზივარ რა, უცქერი ახლა მომენტს. მოდის არა, ძალიან ცუდად ვიხდებოდი, მოდიოდა ჩემს კი რომ მოდიოდა რა, ესე. თქვენი მოდიოდა და წინასწარ დედიბულობდი. წადე გაპარა, არ გამომივიდა რა. იმიტომ ისეთად ვიჯექი ვერ გავიპარებოდი, თორემ გასვლა მინდოდა გარეთ. მოვიდა მე მოდის ჩემს კი და მითხრა ნოტია რაღაც. ასე მე გავუგდი ქვევით რაღაც. მეთქი და ადე წადი სცენა არ ქონეს ერთად რა. დღეს რა ხვდებიან ხოლმე ვერ იჯერებენ თუ შენახონ რა. მაშინ მოვიტყუე მე. და როდესაც დაიწყო ფაქტობრივად თქვენი ნიჭის აღმოჩენა და რეალიზება ცხოვრებაში? ჩემი ნიჭი გიტარასთან თანხლებით ასრულებდი სიმღერებს, რაღაც ასე შევეჩვიე. ერთი ორ აკორდი ვისწავლე რაღაც. მე ჩემით ვსწავლობდი. მე გავიცანი მიშიკო კოშკაძე. რომელმაც დიდი
როლი ითამაშა ჩვენს ეს ჩამოყალიბებაში მუსიკალურ ხელოვნებაში. გვასწავლა გიტარაზე დაკორა უფრო დახვეწა, ჩვენც დავხვეწეთ მასთან ერთად. საერთოდ ძალიან ხშირი აქონია გაკუთილები. ხარ გადავაბოთ შეიძლება ერთი 10 ჯერ ვიყავით სულ, მაგრამ იმდანაც აუღეთ ეს ალღო ამ ყველაფერს რომ მალე ვიფსავთ დაკორა. საერთოდ ძალიან კარგად. ეხლა გავიწდება უკვე. აღარ გცალია გიტარისტის. ამჟამად რისთვის ძალიან? ამჟამად სერიოზულად ჩვენი მიზანია პროფესიონალიზმისკენ სწრაფვა. ხოლმე ხოდი მუსიკალია. რას ნიშნავს მუსიკა თქვენთვის? აი, ადრეონდელი დღეს გადასახედიდან ბავშვობაში იმალებოდით და არ გიდათ, ხო, რაღაც. აი, ხლა ამჟამად უკვე. ჩემს საარსებო წყაროებს და ყველაფერს ნიშნავს. დიდი აზრი არის ჩემთვის და დიდი მიზანია და ყველაფერი. ცნობილი კომპოზიტორი გიორგი საძაგლიშვილი მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. ძმებმა 1999 წელს უმაღლესი ქულებით ჩააბარეს კონსერვატორიაში, სადაც პროფესორმა ნოდა რანდღულაძემ აიყვანა თავის კლასში. ამჟამად მათი პედაგოგები არიან პროფესორები თენგიზ მუშკუდიანი და ანზორ შომახია. აღსანიშნავია, რომ მათი მუსიკალური მონაცემებით პაატა ბურჭულაძეს დაინტერესა და სამომავლო დახმარებასაც დაპირდა. პაატა დაინტერესებულია ჩვენით რა, იმიტომ რომ ეს ზამთრის პერიოდი იყო, ჩამოსული იყო, სპექტაკლი ქონდა, მაშინ ჩვენ ორივე დაგვიძახეთ, თავის სახლში ვიყავით, გვესაუბრა, მოგვისმინა და კმაყოფილი დარჩა ჩვენი, რა ვიცი, ამ მონაცემებით. ახლაც იყო ჩამოსული ზუსტად ალბათ 40 დღე არ იქნება გასული. აქ სპექტაკლი ქონდა ბატონ პაატას და ასე მოგვისმინა, რაც გვაკონტროლებს ასე ვთქვათ რაღაცა და უნდა რომ რაღაც სერიოზულ სოფლიო ასპარეზზე გავიყვანოს ალბათ რა ვიცი. ამ ხელაპიროვნება და რაღაცას ფიქრობს. რამე კურიოზი ხო არაფერი გადახსენიათ ამ სცენაზე, რომ გაიხსენოთ. კი, როგორ არა. ეს იყო ვანო სარაჯიშვილის დისკის პრეზენტაცია იყო რუსთავში. ბატონი პროფესორი ნოდა რანდღულაძე ბრძანდებოდა, კიდე სხვა პროფესორები იყვნენ, რა თქმა უნდა ხალხი მოვიდა. ეს დიდი დღე იყო, ეს კომპაქტ დისკის დაფიქსი და ვანო სარაჯიშვილის სიმღერები და ჩვენი დუეტი იყო, იქ ერთი ნომერი იყო, კიაზოსა და ცანგალას დუეტი ოპერა დაისიდან. ხო და იქ არის რაღაც სამნაწილად იყოფა რა ეს არია თვითონ ხო და რა ვიცი გამოვითიშე თუ რაღაც არც ვღელავდი ფაქტიურად რომ ითქვას მაგრამ გამოვითიშეთ რაღაცა შუა ნაწილი ამოვირა და დაუნთავრე მივაბი თავს ის ბოლო რაღაცა და მაყურებელმა ალბათ ვინც მუსიკასთან ახლოა ის გაიგებდა მაგრამ ისე ოსტატურად გადავედით სხვათა შორის აი ეს მართლა კურიოზული მოვლენა აი ჩავარდნა რაღაცა არ ყოფილა ისეთი სწრაფად გადავედით, თვითონ ჩემი ძმაც ისე გამოყვა, რაღაც მიხვდა და კონცერტმეისტერი ისე გამოცდილი იყო, რომ ძალიან კარგად წამოყვა და რაღაც მე თვითონ რა თქმა უნდა არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი მოქმედებით და გარეთ გამოვედი და ველოდები ბატონო და რანდღულაძეს რომ ეხლა ეს 100 მეტრის ახლა როგორ მასმა ხო? მაგრამ სხვათა შორის კი გადამკოცნა და მითხრა რომ ხოჭახლა არ დაიბენდეს რაღაც გააკეთო, მაინც რო არ გაჩერდიო რა. და სხვათა შორის საკონცერტო შესრულებით თუ ეს რაღაც ხდება. რომ შუა ნაწილს იღებენ, მაგრამ მე მაშინ ასე ბუნებრივად გამომივიდა. ძმებს ოჯახისათვის ნაკლები დრო რჩებათ. მათ თბილისში მარტო უწევთ ცხოვრება და აქედან გამომდინარე კულინარობასაც თვითონ მორგეობით ახერხებენ კიდეც. დათოსა და სოსოს განსაკუთრებით ქართული ტრადიციული სადილები უყვართ, თუმცა ძმები მათი გაკეთებისაგან თავს იკავებენ. უფრო ამზადებენ შემწვარ კარტოფილსა და კვერცხს. დათო საინტერესოა აი როგორ უთავსებთ შემოქმედებით მოღვაწეობას ფაქტიურად ოჯახს და ოჯახის საქმიანობას. რა თქმა უნდა შემოტევადი საქმეა რა. თითქმის არ ხდება რომ რაღაც ესეთი მოიცალო ამ საქმიანობისთვის, მაგრამ რაც აუცილებელია ყოველთვის ვაკეთებ. რაღაც რო გავაფუჭო ან რაღაცა ესეთი რაღაცა, რა ვიცი, არ ხდება ეს რაღაცა. ფაქტობრივად გიწევთ მარტო ცხოვრება, თუ შეგიძლიათ რამე სადილების გაკეთება ან რაღაცა სადილების. სახელდახელო სადილებს რაც შეეხება როგორც არის კვერცხი და კარტოფილი და ესეთი რაღაცა. აი ეს ფაქტი გაიხსენეთ ჩახობის ვაკეთებ. ჩახობის თბილისში რო ვიყავით, ახლა მოგწყინდა რა ეს კვერცხი, კარტოფილი და გადავწყვიტეთ ხო, არის საჭირო და გავიკეთებინა ცოტა ესეთი რაღაცა. ვიყიეთ ეს ქათმის ბარკლებს რო ეძახიან, ვიყიდება. მივიტანეთ სახლში, მე გამოვედი, მწვანელი მეყიდა, ხო და ეს ოხრახუშის მაგივრად ის მომწეს, კინძი. ალბათ შეეშალა თუ იმისი, ასე თქვა, შეომდენა ეს არ ვიცი, ორი. ხო და ჩავაყარეთ ეს კინძი ეს ბლომად ჩავაყარეთ.
ისეთი სურნელი და ტრიალდა რომ რაღაც აღარ მოგეწონა რაღაცა და ნუ ხათრის გულისთვის თითქოს რაღაც გავაკეთეთ, მაგრამ აღარ შევჭამეთ. იმის შემდეგ აღარ გიცდიეთ ჩახეთ. არა, იმის შემდეგ აღარ ვიცდია. შევშინდით რა. აი, როდის აპირებთ ოჯახის შექმნას, მეუღლის მოყვანაზე როგორი უნდა იყოს თქვენი მიზანი? ნუ ეს პერიოდი თუ რთული პერიოდი არის. რთული პერიოდია ეს უბრალოდ ხა თვითონ მომღერლის ცხოვრება საერთოდ სირთულეს წარმოადგენს რა და მით უმეტეს აი ეს პერიოდი როცა ადამიანი ვითარდება და რაღაცა ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან რთული არის რაღაცა შრომატევადია დროც აღარ გრჩება ნუ ეხლა მერტო დაიფაროს რომ სიყვარულისთვის ან ეს დრო არ გამოინახოს მაგრამ როგორი უნდა იყოს თქვენი მეუღლა უცებ მუსიკალური ნიჭი გქონდეს? აუცილებელი არ არის მუსიკალური ნიჭი გქონდეს ისე კარგი ადამიანს თუ მუსიკალური ნიჭი აქვს მეუღლე კი არ წინ დაიყოს საერთოდ კარგი არის რომ მუსიკალური ნიჭი აქვს მაგრამ არა ეს აუცილებელი ქალისთვის ცოტა სხვა ღირსებებს ვაყენებ მაღლა ხალხში და რა ვიცი ეს კი აპირებთ მალე თუ არა? ხო რა ვიცი ესე პროგნოზის გაკეთება გვიჭირს ну რა თქმა უნდა რაც მალე იქნება უკეთესია რა თქმა უნდა ვნახოთ აი ეს პერიოდი როგორ გადავა შეყვარებული არა? რა სიყვარულის გარეშე ადამიანი არ უნდა იყოს თქო მეგონი რა ვიცი ყველა ადამიანს გააჩნია სიყვარული და შეყვარებული მარად უნდა იყოს ადამიანი არ მიყვარს იმის თქმა რომ აი შეყვარებული არ მყავს ან არავინ არ მიყვარს რა ეს არ არსებობს ერთი რაღაც შეიძლება მოგწონს მაგრამ იმაში უკვე სიყვარულის მარცვალი აი როგორ ატარებ თავისუფალ დროს რომელიც ძალიან იშვიათად გიქნება ფაქტიურად ну ეხლა იქიდან გამომდინარე რომ დავუშვათ თბილისში გვიწევს ყოფა თბილისში თავისუფალი დრო თითქმის არ ხვდება რა ასეთი რაღაცა ვიღლებით ხოლმე მე საღამოთი კიდე ძილი ცოტა ჰიგიენა ესეთი არის მომღერლის რომ რაღაც ჩარჩოებში კაც ჩარჩოებში ჯდება ადამიანი რაღაცა თავის დროზე უნდა დაიძინო მე გაიღვიძო რომ ის დღე მე ცოტა ესეთი იყო შენთვის სასარგებლო შენი ტექნიკისთვის და ну თუ გორში ჩამოვდივართ აქ პოულობთ მე თავისუფალ დროს ალბათ მეგობრებთან გავდივართ რაღაცა მოვინახულოთ ალბათ სულ ყველას მე შევიკრიბებით ხოლმე და როგორც ქართულ ტრადიციაში ხდება რა ვიცი კეიფიც რა ვიცი ახლა ზომიერად ყველაფერი ვერ დავიტრაბახებთ მე ვაკეთებ კვერცხს სხვა რაღაცა კარტოფილი სხვა ესეთი სერიოზული სერიოზული სადილები არ დამჭირებია რა ვიცი ქართული კაცს მამაკაცს უფრო ვასმეთ ხინკალი ახმეზე ცოტა შევრის ეხლა დიდი შემოვნებით წოდი აი როგორ უნდა იყოს კაცური საჭმელები მეუღლე და როდის აპირებთ მეუღლე ცოლის შეხვას საიდუმლო არ არის მეუღლე რა თქმა უნდა მუსიკალური უნდა იყოს პირველ რიგში და ყველა მართლაც ქალური ღირსების მატარებელი რაც კი უნდა გახარს გააჩნდეს ну მე დაკლებად რა თქმა უნდა ყველას ინდივიდუალურად ხდება ეს კარგი ლამაზი იდეალი ყურე კატო შეჭეული არა ასე რა თქმა უნდა ისო ძალიან ვერ მომწონს და ყველას პატივს ყველა ლამაზი ქალი მიყვარს ქალბატონი ევგენი 1992 წელს დააქვრივდა. მას მარტო უხდებოდა შვილების გაზრდა. იგი ჩვენთან საუბრისას არ მალავს, რომ თავიდანვე სურდა შვილების სხვა პროფესიით დაინტერესება, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა. სხვათა შორის შვილების ამარჩევანით უკმაყოფილო არ დარჩენია. თავიდანვე ატყობდა მათ მუსიკალურ მონაცემებს. იგი თავის ვაჟებსა და მთლიან რეგიონის ახალგაზრდობას მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. მე ახლა მაგაზე არ მიბიძგია რომ ესენი მუსიკალურზე ესწორა ჩემი მიზანი იყო ის არქიტექტორი გამოსულიყო და ეს კიდევ მეცნიერული რაღაც ასეთი მონაცემები ქონდა ინჟინერი რა თქმა უნდა რა არც ერთმა არ გავიმართლა მუსიკაზე და ეკლესიაშიც რო დადიოდნენ არც მაგისი თანახმა ვიყავი რადგან მე ისეთ პერიოდში დავიბადე და გავიზარდე რომ ჩემთვის ყველაფერი აკრძალული იყო ამ რელიგიის შესახებ და ვეწეოდი საწინააღმდეგო პედაგოგი ვარ და ბავშვებთან ვეწეოდი ესე იგი რა ქვია ანტირელიგიური რა ახლა ესენი ამათმა თავიანთი გაიტანეს ეკლესიაში არ უშვებდნენ ესე იგი მოსანათლებრივი იყვნენ და წავიდნენ მოინათლნენ ისე არც გამიგია მოვიდნენ და მოიტანეს ჯვრები ხო არ იჭუბეთ
არა, არ მიჩხუბია, მაგრამ რატომღაც მწყინდა, მაგრამ ბოლოს იქამდე მივედი და იმენად იმოქმედეს ამათ, რომ ახლა უკვე ლოცულობიაც და ვიზიარებ ამათ კი. ძალიან კარგი რა შვილებმა გაქრა. ხო, ეკლესიაში არ დავდივარ, მაგრამ ისე ნაზიარებელი ვარ, აქ მომიყვანა აქ ჰოტელი და მაზიარეს. ერთი დღით როგორ ბიჭები არიან? დადებით ვარ ყოფით ისე. კარგები, ეხლა მე ამათ იქება ამათთან დასწრებით არ არის კარგი, მაგრამ ესე გაგვეშვა. ახლა ესე იგი იმ ზომავდეს მიმიყვანეს ხალხმა, რომ მაჩერებენ ქუჩაში და მეკითხებიან, ასეთი შვილები როგორ დაზარდეს, სრულიად უცნობი ხალხი. აი მომესალმებიან და თქვენ დარბაიძეს დედა ბრძანდები. და შემეკითხებიან, როგორ აღზარდა ასეთი შვილები. აი ახლამდელ ასეთ მაშინ რა დროში დამჯერები იყვნენ. ამათ ურთიერთობა ყველანაირ ხალხთან აქვს რა ყველა საზოგადოებასთან, მაგრამ ამათ გადაღების არავის გარემოცვაში არ ექცევიან. ეს მტკიცების ყოფით ბავშვები არიან ძალიან. რაც შეეხება მუსიკალურ მინიჭს, აი როგორ მიხვდით, რომ სმენა კონტაქტ და შეიძლება და კარგი მომღერლები გამხდარიყო. მე არ მიფიქრე. არა. გავიკვირდა მე რომ მოვიდნენ და მითხრეს რომ მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაგვრიცხესო. რა მოხდა რა იყო და ესეთი მდგომარეობა მოგვისმინეს იქო და ძალიან მომეწონეთო და ჩაგვირჩ მეორე კურსზე ჩარიცხეს. არ ვიდოდა რომ მუსიკოსები და მხატვრები გამოსულიყვნენ ჩემი შვილები. მე მინდოდა რომ მეცნიერ მუშაკები ყოფილიყვნენ. ჩემი მიზანი ასეთი იყო, მაგრამ ეხლა ამათ სიმღერებს ვისმენდი ხოლმე აქ ხშირად საღამოობით მღეროდნენ ეზოში და კარგად მღეროდნენ. კი მომწონდა და სხვებსაც მოსწონდა და აი ეს არჩევანი რო გააკეთეს და ქალბატონ ევგენი, თქვენ არ დაგიჯერეს, თქვენმა შვილებმა თავისი არჩევანი გააკეთეს მუსიკის თვალსაჩინო. ხო არ აღწევთ აი კმაყოფილი? არა, ეხლა კმაყოფილი ვარ კი. ეხლა იყვნენ მომღერლებიც თუ უნდა თავიანთი სპეციალობითაც იმუშავებენ, არა და ახლა აი ცუდი არ არის, კმაყოფილი ვარ. თქვენ თუ გიკეთებენ აი მე ესეთ სიურპრიზებს ან საჩუქარით გაუკეთებთ ამ ბავშვობაში ან ახლა მოგითხარით რა გაიხსენებთ? აი მაგალითად აი საათი შარშან 70 წლის თავი რომ გადავიხადეს სკოლაში გადამიხადეს 70 წლის თავი. ეს მომართეს წელს გადამიხადეს იუბილე. ისა ერთ სოფელს ესე მე რაიონში მუშაობდა 40 წელი შემისრულა და დიდი იუბილე გადამიხადეს შენს მესწრებოდნენ თავიანთი მომღერლები და ძალიან ბევრი იყვნენ და ავსტრე იქ გამოყვანილები. რატომ რას უსურვებთ თქვენ შვილებს და ქართლელ მოსახლეობას? ქართლელ მოსახლეობა ჯერ ახალგაზრდობას ეხლა ცოტა ახალგაზრდობა ძალიან როგორია თქვა მე პედაგოგი ვარ და წიგნი აღარ უნდა წიგნის დაკითხვა. ჩემ ბავშვებს იქ მოწაფეებზე ვლაპარაკობ. არიციან მეტმა წილმა უმფროს უმცროსი მე უსურვებდი რომ ცოტა მეტად დამჯერები ყოფილიყვნენ, მომთმენები, დამთმობები იყვნენ და უმფროსი სიტყვა უნდა დაიჯერო ყოველთვის. უმფროსი, იმიტომ არის უმფროსი, რომ მას მათზე მეტი დღეები აქვს გავლილი და გამოცდილება მეტი აქვს. ზოგიერთი ბავშვი ამას არ ფიქრობს. მე უსურვებდი, რომ ჯერ რა თქმა უნდა უღრუბლოდ ჩახონებოდათ, მშვიდობა ყოფილიყოს ქვეყანაზე და კაი კაცობას უსურვებ. დათო დარბაიძე ხატავს, უყვარს პოეზია და წერს ლექსებს. სოსოს კი უფრო ხაზვა მოსწონს. ისინი თავისუფალ დროს მეგობრებში ატარებენ, ბუნებაში სეირნობენ და მღერიან. თავიანთი შემოქმედებით თვითონაც და სხვებსაც ულამაზებენ ცხოვრებას. სამომავლოდ კი ელენი აბრასცოვა სახელობის საერთაშორისო კონკურსში აპირებენ მონაწილეობის მიღებას და გამარჯვების იმედიც აქვთ. ჩვენ რა თქმა უნდა მათ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ. Rac rumcem twi,
ამით ჩვენი გადაცემა დასრულდა. ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგიდგეთ. მე რა თქმა უნდა, საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.